მომდევნო საბიუჯეტო თვე ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს სულ უფრო თვალსაჩინოს ხდის. იანვარ-მაისში საგადასახადო შემოსავლების ანალიზის შედეგად ეკონომისტების ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წლის ბოლოს ნაერთ ბიუჯეტ შემოსავალი დააკლდება. იმისთვის, რომ საგადასახადო გეგმა შესრულდეს, წინა წელთან შედარებით 8,6%-ით მეტი გადასახადი უნდა აიკრიფოს. პირველი 5 თვის ტენდენცია კი აჩვენებს, რომ ზრდა მხოლოდ 4,7%-ია. Გარჭირდება რომ შესრულდეს. კონკრეტულად ჩვენ ხედავთ, რომ 5 თვის მიხედვით, წინა წლის 5 თვესთან შედარებით ზრდა გვაქვს 4,7% და თუ გავაკეთებთ მცირე დაშვებას, დაშვება არის შემდეგი, რომ დანარჩენ 7 თვეშიც დაახლოებით ამ ტემპით გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები, მაშინ ნაერთ ბიუჯეტში დაგვაკლდება დაახლოებით 930 მილიონი ლარი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით 5ჯერაა შემცირებული, 2023 წელთან შედარებით 4ჯერ, ხოლო 2022 წელთან შედარებით 7,5ჯერ. და ეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება მუდმივად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს. ეკონომისტები ქართული ოცნებისგან განმარტებას ითხოვენ, რითი აპირებენ დანაკლისის კომპენსირებას, აიღებენ დამატებით ცესკს თუ შეკვეცენ ხარჯებს, რასაც საბიუჯეტო ენაზე სეკვესტრი ქვია. ველოდებით რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, თუ ველოდებით რომ არ გაუმჯობესდება, შენარჩუნდება როგორც არის და მაგალითად ცესხით ფიქრობთ ამ დანაკლისის ანაზღაურებას. თუ ფიქრობთ, რომ უნდა სეკვესტრი მოხდეს რაღაცა ტიპის დანახარჯების და ამით მოხდეს, ასე ვთქვათ, კომპენსირება დანაკლისის შემოსავლის. ანუ სიტუაცია ჩემი აზრით საყურადღებოა. თუკი ეკონომიკა იმ მასშტაბით იზრდება, როგორც ამას ქართული ოცნება ამტკიცებს, მაშინ რატომ ვერ ხდება შესაბამისი ოდენობის გადასახადების აკრეფა? ეკონომისტებისთვის ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: ოცნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს აყალბებს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ჩემთვის პირადად აღარ არის დამაჯერებელი. მგონი რომ რაღაცა манипуляციას მართლა აქვს ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება დეფლატორთან იყოს რაღაცა კავშირში, რაღაც 3%-იანი ინფლაციის მანამდე არ მჯერა, მგონი რომ ინფლაცია უფრო მაღალია, შესაბამისად უფრო მაღალი ინფლაციის კალკულაციებში შეყვანით, უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა გამოვიდოდა. ზოგიერთ სექტორში აშკარა აშენელება, development-ის სექტორში, მშენებლობის სექტორში, გაყიდვების თვალსაზრისით აშკარად ცუდად არის საქმე და ამასობაში კი ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფიჩისთვის საქართველო კვლავ ჩრდილში რჩება. საკრედიტო რეიტინგი მართალია ისევ ბიბი დონეზეა, თუმცა პერსპექტივა ნეგატიურად შეფასდა. პრობლემულია საერთაშორისო რეზერვების დაბალი დონე, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი და გაზრდილი პოლიტიკური რისკები, რაც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით სადავო საპარლამენტო არჩევნებს და სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლას უკავშირდება. ასეთი შეფასება არ უყვირთ სპეციალისტებს. $100 მილიონ უნდა გადაეხადოს მთავრობამ საგარევალების დასაფარავად მხოლოდ წელს. ასე რომ ბანკმა რაოდენობის ასე ვთქვათ ფულიც არ უნდა დააგროვოს უცხოური ვალუტის სახით, რეზერვები ვერ იქნება ადეკვატური და ამას ფიჩი განმარტავს როგორც საგანგაშო მდგომარეობას. რა თქმა უნდა, მსგავსი დასკვნა აფრთხობს ინვესტორებს ქვეყანას ხდის არასაიმედოდ. ქართულ ოცნებაში კი ქვეყნის პრობლემურ საერთაშორისო რეიტინგს არა საკუთარ ქმედებებს, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირებენ. არც იმას მალავენ, რომ ფიჩის შეფასება მათთვის მიუღებელია. მიიჩნევენ, რომ ქვეყანა უკეთეს იმსახურებს. არ არსებობს სამხრივად პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე გააჩნია ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესების მიმართ, ამაზე ხშირად საუბრობდი, აი საბოტაჟი და საბოტაჟის მცდელობა ხშირ შემთხვევაში გარკვეული პრეზენტაციების, ეკონომიკური პროცესების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. სარეიტინგო კომპანიებთან უფრო მჭიდრო მუშაობით ჩვენ უნდა შევძლოთ რეიტინგების გაუმჯობესება, იმიტომ რომ ობიექტურად დღეს საქართველოს კიდევ უკეთესი რეიტინგი უნდა ქონდეს. ირაკლი კობახიძე კი კვლავ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, სიღარიბის შემცირებასა და საშუალო ხელფასის ზრდაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში შექმნილი დოლარი ადამიანების კეთილდღეობაზე უკვე აისახება. ეკონომიკის ზრდის კუთხე ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. აშკარაა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფინანსებს. თავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოო დაცლება.
ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის საუკეთესო საზომს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე იპოვით. აპრილში საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობამ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. უკიდურესი სიღარიბის გამო სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 701.000 მოქალაქე იღებს, 5.400-ით მეტი ვიდრე წლის დასაწყისში. ეს კი ქვეყნის მთელი მოსახლეობის 19%-ია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მთელი არმიისთვის კი ფასების ზრდა მთავარი გამოწვევაა შემოსავლის დიდ ნაწილს ასეთი ადამიანები როგორც წესი საკვებ პროდუქტებში ხარჯავენ ხოლმე. ინფლაცია კი რომელიც განსაკუთრებით მაღალია სწორედ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტების ჯგუფში მათ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა, თუმცა ცალკეულად ბოლო 1 წლის განმავლობაში 22%-ით აგაზურებული ზეთი და ცხიმები, 17%-ით ბოსტნეულით, 15%-ით ყავა, 10%-ით უალკოჰოლო სასმელები და 8%-ით პური. ასეთი გაძურების ფონზე კი რიგითი ადამიანების ხელფასი ბევრს ვერაფერს წვდება. ირაკლი კობახიძე საშუალო ხელფასი 3.500 ლარამდე გაზრდა 2028 წლამდე დაპირდა მოქალაქეებს. ასეთი საშუალო ხელფასი კი როგორც ამას საქსტატი ითვლის, დასაქმებულთა უმეტესობისთვის მხოლოდ საოცნებოა. 2 და 3 წელი პამიდორთა კითხრო იყიდით ყოფნის მაგას მაგი საცოდავ დღეშია ხალხი ხედავ შილო რაღის რაღის რანაირად ყოფნის რაფერ ყოფნის საჭმელის გარდა წამალი გინდა და საავადმყოფო გინდა ახლა ისეთ ასაკში ვარ შუა ასაკში რო ვარ უკვე საიდან ანუ თქვენ ახლა არ ყოფნით თქვენი შემოსავალი საიდან და გუშინად საავადმყოფოში ვიყავი და დღეს ასაღები ფული არ მქონა ტავრის რა თქმა უნდა არ ყოფნის შვილო როგორ გვეყოფა როცა რო ესეთი სიძვირია პროდუქტზე 1000 ლარი წამლებზე და პროდუქტზე ძალიან გაგვიჭირდება რა თქმა უნდა მედიკამენტები ძვირია პროდუქტი კიდე ძვირია აბა რომელ ოჯახს ეყოფა თვეში 1000 ლარი მრავალსულიან ოჯახს მით უმეტეს აი კობახიძემ თქვა რომ 3500 ლარი გახდება 4 წელიწადში საშუალო ხელფასი ანუ 1000 ლარიდან 3500-მდე გაიზრდება თუ არა და თქვენ გჯერათ რომ ესე იქნება ეხლა დაჯერებით რა ვიცი შვილო ძნელი დასაჯერებელია როცა რომ ძალიან რა ვიცი სიმართლე არ ჩანს ჯერჯერაობით ბევრ ამაში 350 ლარია პენსია და რამდენი უნდა მეყოთ არ მყოფით არანაირად არ მოგცემ 3500 ლარი გახდება ხელფასი 4 წელიწადში თქვენ გონიათ რომ ესე იქნება არ მგონია ეს დაპირება სწორი იყო 350 ლარი პენსია მაქვს და ესეც ბანკში მიდის ორმაგი ბანკში ხან კარტოფილი წამე ხან დამბალი პატრიციანი всё ეს არის ჩემი მოსავალი და ჯერათ რომ 3500 ლარი შეიძლება გახდეს საშუალო ხელფასი როდის გახდა შეიძლება მე დღეს სოციალ ვარ ხვალ მოგდა ასეთი ვითარების ფონზე კი ბევრი მოქალაქე გამოსავალს ემიგრაციაში ხედავს და თან მიყავთ შვილებიც. დღეს კვლევითმა ორგანიზაცია აისეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც 2012-დან 24 წლის ჩათვლით ქვეყანა 0-დან 19 წლამდე ასაკის 35,000-მა ბავშვმა დატოვა. ეს კი მას ნიშნავს, რომ ქვეყანა ახალგაზრდებს და ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას კარგავს. თამარ, დიდი მადლობა.